ხალხო საქართველოში ხო მოძრაობის კულტურა ნაკლებად გვაქვს რა ავტომობილით რომ მოძრაობდათ. თქვენ ვნახოთ კაიროში რა ხდება. სრული ანარქია, ესე იგი ციმციმას მაგივრად სიგნალები გამოიყენება. აი ესე დაურეგულირებელია გზები, ანუ ვინ სად გადადის, შუქნიშანი აქ არ არის ნორმალურად. ხალხი ტუკტუკა, მოტო, ესე იგი, აი ძალიან ახლოს მოდის ახლა ეს. ვაიმე, აქედან გოგო მოდიოდა. ხო და სრული ანარქია, ესე იგი, რა ყველა მხრიდან თვალი უნდა გქონდეს. მე ასიგნალებენ ყველა, ანუ როგორც გითხარით, ციმციმას მაგივრად სიგნალები გამოიყენება, რომ აი მოდივარ და ვეღარ გაიგებს სად ვინ როგორ ასიგნალებს, ვინ არის, ესე 9 თვალი უნდა გქონდეს. ამიტომ მანქანას თუ იქირავებთ ძალიან კარგად უნდა იცოდეთ ტარება, ფრთხილად უნდა იყოთ, სხვათა შორის სხვა ქვეყნებთან შედარებით აქ ავტომობილის დაქირავება უფრო ძვირი ჯდება, მათ შორის full პაკეტი ავიღე ძალიან ახლოს მოდის ახლა ეს თუ არ გავატარე, მე მგონი გამისვავს. აი სამი ადამიანის ის მოტოზე და რა ვიცი. აი ესეთი გზებია, ოღონდ მთელ კაიროში თქვენიც არ გეგონათ თუ ხა ბაზარია და აქ ესე ხდება. ხოლოდ არა, ეს ბაზარი არის, მაგრამ ყველგან ესეა რა, თან ძალიან ბევრი მოძრაობს, ამას რაღაცა უნდა გამატარეო. აქედან ის მისიგნალებს. საგიჟეთი, აი ესე.